შვილიან დედას ხელს სთხოვ. ეხლავე. აუ ბეკუ, მადლობა. როგორ ახარ ჩემო ციდან თემქის მესამე მიკრორაიონში ჩამოფრენილ ანგელოზო? აუ როგორ მიყვარს შენი კომპლიმენტები, გიჟდები ბეკა. არაერთს მოისმენ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება. იმედია, მოდი დაჯექი. მადლობა. უჩვეულოდ ვარ, იმიტომ რომ ამდენ ხანია ურთიერთობა გვაქვს და პირველად ვარ შენთან სახლში. და იმედია უკანასკნელად არა, ბეკო. უკანასკნელად არა, რა უნდა მოხდეს ეხლა რომ შენთან ურთიერთობა გავწყვიტო, ჩემო დუბაის შოკოლადზე უფრო გემრიელო. ისინიც ეგრე ამბობდნენ. ვინ ისინი? არო ვინ? სულები. ცოტა მაშინებ თამარ, მაგრამ არა, შიშიც მიყვარს. თამარ, შეიძლება ცოტა ჩქარო, მაგრამ ხელისათხოვნელად მოვედი რა. მინდა რომ ჩემი და შენი ეს სპექტაკლი ურთიერთობა. როგორი? სპექტაკლი. რა სიტყვა თქვი? სპექტაკლი თქვი? სპექტაკლი. რა სპექტაკლი? Cara spetacchia. Cazzo, vedi spetacchio. Vedi. Cazzo, ხარა საყვარელი ხარ. ჩემი და შენი სპეტაკია ხარ. ეს ურთიერთობა რომ გავაოფიციალურად და თანაცხოვრებაში რომ გადავზარდოთ რა. ანუ რას ამბობ ხარ რომ ხელს თხოვ? აუ კაი რა. აუ ბეკა. იცი მე და შენ პატარები აღარ ვართ. ნუ შენ კი, მაგრამ ანუ აღარ ვარ. და რა ვიცი, ძალიან და ბოლომდე ვიცნობდეთ მაშინ ერთმანეთს. იცი სანამანავიც გადავდგამთ. თანახმავარ. და მოდი ისეთი რაღაცეებით ვუთხრათ მაშინ ერთმანეთს, რაც აქამდე არ გვითქვამს. ოკეი, მე დავიწყებ მაშინ, კაი? კაი, დაიწყე. საღამოობით მიყვარს დალევა რა. ცოტა სვამ ხოლმე, არა კი არ გადავთვრევი და რაღაც, მაგრამ ცოტა სვამ რა. უნდა გამიგო რა უკთა. ნუ კაი, რადგან ამ ხელას საიდუმლოს ახადებ არ და მაშინ მეც გეტყვი. გათხოვილი ვიყავი. ოპა. არა უშავს. თანამედროვე ბიჭი ვარ, ჩემამდე რაც იყო, არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა. აუ რა საყვარელი ხარ, შვილიც ყავს. ოპა, ეს უკვე აზარჩი გადაიზარდა. არა უშავს. კარგია. მე ძალიან მიყვარს ბავშვები და შენსაც ისე შევიყვარ, როგორც საკუთარს. მე სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა ბევრი შვილი მყავდეს. ბევრი შვილი? ბევრი თქვი? ბევრი ვთქვი. აუ მაგოცნებასაც ძალიან მალე აგისრულებ, ბეკუ. არა, მალე ახლა მაგას დრო ჭირდება ახლა. არა, ეგრეც ნუ იტყვი. რამდენი შვილი ყავს? ცოტა. ცოტა რამდენი? ნუ ცოტა. მოდი ანა. ვაიმე, ეს არის ჩემი პატარა. გამარჯობა. მე ბეკა მქვია. მე ანა. ვაიმე, რა საყვარელი. ხო საყვარელი, ეს როგორ არ უნდა გიყვარდეს. უკვე მიყვარს, როგორც საკუთარი ისე მიყვარს, ძალიან ლამაზია. შეიძლება ეზოში ჩავიდე. შეიძლება მოიცი რამე და დიდი ხანი არ გეჩერდა. ხო, სიცივია და მოიცი. აი ნახე უკვე. აი ზრუნავ ხო რაღაცნაირად. ძალიან საყვარელია შენ. ძალიან საყვარელი. მე მგავს. შენ გავს. შენ სამი ლამაზია. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა. ვახ, ჩემი. ოპა. თამარ, ქმარიც თუ ყავდა რატო არ მითხარ? არა, ბეკა. ქმარი არ მყავს, ხო გითხარი გავშორდი. ეს არის გიორგი, ჩემი შუათანაშვილი. შუათანა? ბეკა. სასიამოვნოა. ბეკა. ამაზეც ხო დახუჭავ თვალებს. კიდევ ხუჭავ თვალებს, მაგრამ გამოჩნდება დედას გეფიცება. ანუ ეს თუ შუათანა, ანუ უფრო დიდიც ნუ ერთი დიდი და იმის იქეთ დიდი 3 წელიწადში გამოვა ციხიდან, რაღა დარჩა რა. გასაგებია. ეს არის დედა?
ხო, ეს არის ბექა გიორგი. სასიამოვნოა, სხვათა შორის შენ თუ მართლა გიყვარს დედაჩემი, ჩათვალე რომ მეც მიყვარხარ. მამა. მამა ისა რომელ წლიანი ხარ, ბიჭო? მამა გენაცვალეს. 88-იანი რა. ხო და შენ რო პირველ კლასში შეხვედი, მე მაშინ დავიბადე, ამიტომ ეხლა შენ რა გინდა თქვა რომ დედაჩემთან ურთიერთობას არასერიოზულად უყურებ თუ რა ხდება? შენ ერთი რამე დაიმახსოვრე ძმაო, დედაჩემის თვალზე წრემლი რო დავინახო, იცოდე იცი რას ვიზავ? რას იზავ? აუ დე. მიყვირა. ბექა, როგორ ელაპარაკები ბავშვს? რა ბავშვს, გოგო, მათი ლარი მინდა სიგარეტისთვის რა. ვაიმე, მიშიკო, დილით ხო მოგეცი 2 პაჩკის ფული? და სამი პაჩკა მინდა დღეში, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან ბევრს ხო არ ეწევი შემთხვევით. ეს მიშიკოა ჩემი სულ პირველი არა და იმის შემდეგი შვილი. ეს არ არის, ხო ის ციხა? ციხიდან რო გამოვიდა ეს არის. ის არ გამოსულა ჯერ, არა. კაი ბიჭია, ძალიან. ხო, კაი ბიჭია. ჩემთვის მნიშვნელობა კი არა, რომელი შენი ქმარი გამზდის მე. კარგი ბიჭია, სიგარეტი ხო არა გაქვს? არ ვეწევი. ეწევი? გაგიგზავნები, გინდა? ესე რა ქვია, თამარ ეწევა შენი შვილი სიგარეტს? უთხარი ცოტა თავი დამალებოს, ა? ცოტა მიში. ანუ ბექა, ეხა რაღაცა შენიშვნა მომეცი უცებ ესე გავიგე თუ? არა რა. ანუ შვილის აღზრდის მეთოდებს მიწუნებ თუ ვერ გავიგე ბექა რა ხდება? არა, კი არა. დაიმახსოვრე, ჩემი შვილები ჩემს თვალწინ ვერასდროს ვერ მოწევენ. აბარა. გასაგებია. მა ანუ არა გაქვს, ხო? არა. გაგიგზავნები რა. მედი ჩაგიგზავნები მაღაზიაში. თუ გინდა თუ ვიცელკებ ტაკოზე მომცხეყო. ვაიმე, მიშიკო. აჩმა ბიჭო. რა ტაკოზე მომწევ? რამდენი წლის ხარ? 26-ში. ჩემი ტოლით, გინდა ვიცმაკაცო. ვიცი, ერთი ძაბი რა უნდა იძმაკაცო, ბიჭო, მამაა ჩვენი. ხო, მამობა უფრო გინდა თუ ძმაკაცობა? რა მე გარეთ უფრო მინდა. რომ არა, მომისმენთ, აქედან გარეთ ვერ გახვალ, იმიტომ რამდენი გავიდა, გარეთ არავინ აღარ შემოbrunებულა, მე შიგნით, ამიტომ იმ ორიდან აირჩი. ძმაკაცობა თუ მამობა? რა ვიყოს მაგაცო. ნახე ძმაკაცი მყავს. ბოზემაკაც დღეს შენიხდი. გიორგი, რა ხდება? ვერ გავიგე, კაცო. რა მოხდა? დიახ, yes, და არიგატო. წყალი შეიძლება წყალი აი, მა? უტანე წყალი. მოიცა მა? დავშტები რა ხდება, კაცო? თამარ ესა რა მაინტერესებს თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ვერ გავიგე. ანუ თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ბექა, რაღაცა არასრულად სვამ კითხვას და ვერ მივხვდი რას მეკითხები. თამარ, რამდენი ბავშვი გასაგებია, მაგრამ ამადგან თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ბექა, დაწყნარდი, რაღაცა შოკი გაქვს შენ მეგონი და გაგივლის, ნუ გეშინია. არა უშავს მეგობარო, სხვათა შორის ეს შოკი. ბევრ ზუსტად აი მომენტში ქონია და ვერავინ ვერ გადაიტანა. აბა შენ როგორ გადაიტან მერავინ, რა შოკი. გიორგი, რა ხდება? ვერ გავიგე, რებს ეუბნები, კაცო. აუ, თამარ, ესა მე მგონი ვიჩქარეთ და არაფერი არ გვიჩქარი. შეიძლება წავიდე? შვილები არ გინდა? თამარ, შვილების ხამი ხარ, გოგო რა ჭირს რა? აი მე რა ვიცი რა, ჯერ კიდე შემილია სამი შვილის გაჩენა და სანამ ჯანი მაქვს, გამომიყენე გი. თამარ, ერთი წამით, ახლა ანუ სხვისი შვილების გაზრდა თუ მომიწევს, ესე იგი რა გამოვიდა, რომ კაცი დეიდან ატოვა? ანუ აუ რა დეიდან ატოვე? წავალ რა გიხვეწები რა. ანუ შენ ხა უნდა წახვიდე? ხო რა, წავალ, ჯობია, ესე დამთავრდეს ჩვენი ურთიერთობა. ანუ მე მტოვებ. ხო. კარგი, მე მტოვებ, გასაგებია, მაგრამ ბავშვები არ გეცოდება. მეცოდება, მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდება, თამარ, გიხვეწები. ბექო. აპატიე რა. არ წახვიდე რა, ბექო. არ წახვიდე, მამა. ვაიმე! გუჯა, გამახვედი. სვაბოდა! როგორ არ გემოვიდი? გუჯა! არა, აქ მოდი, აქეთ მოდი, მოდი. გუჯა. გაიცარი, ჩვენი მამიკოა. ახალი მამა! გუჯა, ნახე დრაკონი.